შემოაკვდა თუ არა პოლიციელებს ცემაში 23 წლის თემო ხადური, სწორედ ეს არის მთავარი კითხვა, მას შემდეგ რაც რამდენიმე დღიანი ძებნის შემდგომ ოჯახის წევრებმა სტიქაროსანი მდინარეში გარდაცვლილი იპოვეს, როგორც ოჯახის წევრები ამბობენ, დაზიანებები, რომელიც სტიქაროსანს აღენიშნებოდა, მეტყველებს იმაზე, რომ ის სამართალდამცველებმა სავარაუდოდ სასტიკად სცემეს, შემდგომ კი კვალის დაფარვის მიზნით 23 წლის თემო ხადური მდინარეში გადააგდეს. საუბარია 2 წლის წინ მომხდარ ფაქტზე, როდესაც სამართალდამცველები სტიქაროსანს თბილისიდან ქუთაისში აედევნენ, სწორედ ადევნების დროს იკარგება თემო ხადურის კვალი და ამის შემდგომ იწყებენ ოჯახის წევრები მის ძებნას. ოჯახის წევრები ამტკიცებენ იმას, რომ მოწმეთა ჩვენებების საფუძველზე ირკვევა, რომ სტიქაროსანმა სამართალდამცველების ავტომობილს ქვა ესროლა, რის შემდეგაც პოლიციელებმა დაიწყეს ადევნების ოპერაცია. ადევნების ოპერაციიდან რამდენიმე საათში კი სტიქაროსნის კვალი რჩება. ერთ-ერთი პოლიციელი, რომელიც ამ ადევნების ოპერაციაში იღებდა მონაწილეობას, არის კახა ნებიერიძე. სწორედ ეს პოლიციელი სახელდება ერთ-ერთ მაღალჩინოსანად, რომელიც ამ ადევნების ოპერაციაში იღებდა მონაწილეობას და შემდგომში ოჯახის მტკიცებულებების განადგურებაში. რამდენიმე წლიანი ლოდინის შემდგომ გუშინ ოჯახის წევრებს ჩაბარდათ სამედიცინო კომისური ექსპერტიზის დასკვნა, სადაც პირდაპირ წერია, რომ ექსპერტიზით შეუძლებელია დადგინდეს თუ რა გახდა 23 წლის სტიქაროსანის გარდაცვალების მიზეზი, თუმცა სამედიცინო დოკუმენტში პირდაპირ წერია, რომ სიცოცხლის დროინდელი დაზიანებები აღენიშნება 23 წლის თემო ხადურის ოჯახს. სწორედ ეს გარემოებები აფიქრებინებს კიდევ უფრო მეტად გარდაცვლილი თემო ხადურის ოჯახის წევრებს, რომ ის სამართალდამცველების მსხვერპლი არის. ისინი ამ პერიოდის განმავლობაში ითხოვენ იმ პირების შესაბამის პასუხისგებაში მიცემას, რომლებიც ამ სავარაუდო ჯგუფურ ანგარიშწორებაში იღებდნენ მონაწილეობას, თუმცა ამ პერიოდის განმავლობაში ძალოვან უწყებას გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით აქ დაწყებული და შესაბამისად ისინი ამტკიცებენ, რომ ვერ მოიპოვეს მტკიცებულებები, რომელიც დაადასტურებდა იმას, რომ სტიქაროსანი ნამდვილად იყო ძალადობის მსხვერპლი. დღეს 2 წელი გავიდა თემო ხადურის ბურუსით მოცული გარდაცვალებიდან და შესაბამისად დღეს ოჯახის წევრები ქუთაისის პროკურატურასთან შეიკრიბებიან, სადაც კიდევ ერთხელ გააპროტესტებენ იმას, რომ ამ პერიოდის განმავლობაში არც ერთი პირი სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში არ არის მიცემული. წელია არ იქნა და არ დადგა ჩემი ოჯახისთვის სამართალი. ეხლა დღეს გავეცანით სამედიცინო ექსპერტს, კომისიურს, როგორი გამეტებული ყავთ ჩემი სიმწრით ნაზარდიდან ნანოვლია ბებიშვილი. 2 წელი ხდება ჩემი ოჯახის ამ ტრაგედიიდან და მე მოგმართავთ ყველას, ყველა იმ ჩემ ოჯახის ახლობელს, ვისაც გული შეგტკივათ, ვის თვალწინაც გაირბინა ჩემი შვილის ბავშვობამ და ყმაწვილკაცობამ. ყველას მე გელოდებით არა საფლავზე, არამედ პროკურატურასთან 12 საათზე ერთად დავიტიროთ ჩემი ოჯახის და ჩემი შვილის ნატანჯის სხეული და ერთად მივაწვინოთ ხმა ხელისუფლებას. პასუხისგებაში მიეცეს ყველა ის პირი სასწრაფოდ, ვინც ამ საქმეში ურევია. ყველა ის პოლიციელი სიკვდილამდე, ბოლომდე ჩავყვები, არ გავჩერდები. შენთვის შვილო, არ გავჩერდები. თემო ხადურის დედა უკვე რამდენიმე წელია იბრძვის სიმართლისთვის. ის ამტკიცებს, რომ მისი შვილი სამართალდამცველების მსხვერპლი არის. მისი ინფორმაციით თემო ხადური პოლიციელებმა ჯერ სასტიკად სცემეს, კვალის დაფარვის მიზნით კი 23 წლის სტიქაროსნის მცხედარი მდინარეში გადააგდეს. რამდენიმე თვის წინ თემო ხადურის დედამ გენერალურ პროკურორს ოფიციალური წერილით მიმართა, რომ დაეწყო ამ საქმეზე ხელახალი გამოძიება, თუმცა ამ პერიოდის განმავლობაში მთავარი საგამოძიებო
უწყება ყოველ შემთხვევაში როგორც ჩვენ გვაქვს ინფორმაცია არ დაინტერესებულა და ამ საქმის მოკვლევა ხელახლა არ დაუწყია დღეს კი პროტესტის ნიშნად 23 წლის ბურუსით მოცული სტიქაროსნის გარდაცვალების საქმეს კიდევ ერთხელ გააპროტესტებენ ოჯახის წევრები ქუთაისის პროკურატურასთან ზუსტად 12 საათზე დაიწყება საპროტესტო აქცია. ეს იყო ირაკლი ბახტაძე.